პირველ რიგში ჩვენ გავაანალიზეთ ვითარება, მადლობა ამისათვის ეკონომიკის მინისტრს და ეკონომიკის სამინისტროს დეტალურად გაკეთდა ანალიზი იმასთან დაკავშირებით თუ რა იწვევს ფასების ზრდას და შედეგი არის ის მოკლედ რომ შევაჯამოთ კიდევ ერთხელ რომ ფასდამატი არის ძალიან მაღალი საქართველოს საზღვრიდან დახლამდე ფასდამატი შეადგენს 86%-ს და დახლამდეც ვერ ვიტყოდით რატომ? იმიტომ რომ აქ არ შედის არც იმპორტის გადასახადი და არც დამატებითი ღირებულების გადასახადი. ანუ ამის გარეშე არის ფასდამატი 86%, რაც არის ძალიან მაღალი. იცი, აი, ერთ რაღაცას მოგიყვებეთ. პრინციპის დონეზე როგორი პრობლემაა? რაღაც ამდენიმე სიტყვა გამოიყენა კობახიძემ, რომელიც აი მაღიზიანებს. ერთ-ერთი არის ფასდამატი. აი, ფასდამატს ვიღაცა რო ამბობს, აი უბრალოდ ნერვი მეშლება, იმიტომ რომ ეს რაღაც საბჭოთა კავშირში იყო ეს სიტყვა, ხო? ფასდამატი შეიძლება ბუღალტერისთვის არაფერი პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ შინაარს ეკონომიკურად არის იდიოტიზმი, იმიტომ რომ ფასი, აი გამყიდულისთვის ის ფასი, რასაც მოხარები იხდის. ფასი ასეთ გინდება რა, ანუ ფასი არის ის, რასაც მე ჩვენ შევთანხმდით და გამყიდულს ერთ-ერთი მოტივი აქვს, გამყიდულს რაც შეიძლება რომ მაღალ ფასად, სულ ფეხებზე კიდე რა დანახარჯი აქვს, ანუ დანახარჯი რო შეუმცირდეს, მაგას არავინ არ გაყიდის უფრო იაფად. დაგჭირდება კონსულტაციები სადისტრიბუციო კომპანიებთან და ასევე თვითონ სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან. როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტმა უკვე დაადასტურა მზაობა, რომ შექმნას საპარლამენტო კომისია ამისათვის და ძალოვანმა სტრუქტურებმა, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ასევე გამოხატეს მზაობა, რომ შექმნან შესაბამისი პროცესი უშუალოდ სამართალდამცავ სტრუქტურებში. თუ რაღაცა ასე ვთქვათ, ზღვრებს ვაწესებთ ფასებზე და გვინდა დაწესება, მაშინ უნდა გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ ჩვენ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებიდან გადავდივართ სოციალური ეკონომიკის პრინციპებზე და ანუ აქ ამან რა შედეგებამდე მიიყვანა სხვადასხვა ქვეყანა, დღესაც არის ამისი მაგალითები და საბჭოთა კავშირის ამის ძალიან ნათელი მაგალითია. იგივე ეხება მათ შორის ალბათ ფარმაცევტულ სექტორსაც, აქაც ფასები ძალიან მაღალია და ვფიქრობთ, რომ იქაც შეიძლება ცვლილების მიღწევა. ცოტა ხანი რაზეც იტყვია რომ ამაზე ფასებში შემცირდეს ეს ხნები და ცოტა ხანში გაქრება ბაზრიდან, იმიტომ რომ უბრალოდ მოგებიანი არ იქნება იმისთვის, როგორ წამლები გაქრა, რაღაც წამლები არ იშოვება ვაფშე. რომ ყველაზე რაღაცა წამლები, რომლებიც ის იყო, რა ქვია, ხშირად მოხმარებადი იყო, რაღაცა იყო, იმის გამო რომ თავრობამ დაავალა კომპანიებს რომ იაფად გაყიდეთო, ვაფშე არ შემოგვქონდეს მარჟა აღარ უღირს შემოდანა. შესაბამისად გაჩნდა მაგის ჩამნაცვლებელი უხარისხო წამლები. ან კაცმარიცის როგორი წამლები. და ზუსტად იგივე რატომ არ მოხდება აქ რა განსხვავება არის? წამალი ის საჭველი პროდუქტია ორივე და პრინციპები იგივეა. და დღესაც თქვა კობახიძე ვიცი ისო რა ქვია, ერთ შემთხვევაში ესო რაღაცა გაუმაზღარ ბიზნესმენებს ხდებაო ეს ფული და მეორე შემთხვევაში ბიუჯეტზე შემოდის და ხალხს ხმარდებაო. და აქვე მინდა შეგახსენოთ ასევე ის რომ ბუნებრივია გადასახადი არის ის, რაც ბოლოს ისევ ხალხს უბრუნდება, იმიტომ რომ შედის ბიუჯეტში და მერე ხმარდება იგივე სოციალურ პროგრამებს, ინფრასტრუქტურას და ეს შემდეგ, განსხვავებით იმ ფასდამატისგან, რომელიც შედის ბიზნესებში, ხო? ამიტომ აქ სპეკულაციები არის საკმაოდ უადგილო. და მეორე, მან ხო ახლა მარტო პროდუქტზე, საჭმელ პროდუქტებზე თუ არ ავიღებთ. სიგარეტის ხო ერთ-ერთი ნაწილია პროდუქტების მაგას. სიგარეტს თქმა უნდა ბენზინიც ყველაფერი. ხო 2 ლარი ნახევარი ღირდა 2012 წელს. დღეს 10 ლარი და კიდე იმატებს. და აი ამ დროს რო რეფორმას ატარებ და ამბობ რომ შენ იცი რა მაღაზიის კომპანიებს რაღაცა ბიჭო რა სიგარეტი ხო შენ მას და კანონმდებლო ცვლილებებმა გააძვირა. იქნება დაიწყო იმითი რამ გააძვირა იმის უშუალოდ რა კანონიც იყო ის აი მეორე დღეს რო გაძვირდა ხო ვიცით აქციზი რო გახდა 2 ლარი ნახევარი მოიმატა ფასმა 2 ლარი ნახევარი და რაღაცა რამდენიც განსხვავება რამდენიც იყო მომატებულში და ცოტა დაემატებოდა კიდე მენეჯმენტის. მე ის რო იყო რა ქვია სიგარეტი არის კარგი მაგალითი რა. მე იყო ის მაღაზიებს რო დაავალეს რომ არ გამოჩნდესო სიგარეტი ხალხს არ წაუწდესო, ხელი არ წაუწდესო და ერთ-ერთ ფერებში იყოს ყველაო. არა, ჯერ ის იყო რკინა ჩამოაფარეს, მე შეღებეს ერთ-ერთად ყველა პაჭკა. ესენი ხო ყველა დამატება, ანუ ეს ხო ყველაფერი აძვირებს შინაარსობრივად. ახლა წარმოიდგინე სიგარეტის მაგალითია, მაგრამ ესე შევხედოთ ლუდზე, ესე შევხედოთ ღვინოზე, ესე შევხედოთ რაღაცაზე. ოპოზიცია თვითონ აპელირებდა მაღალ ფასებზე ძალიან პერიოდის განმავლობაში, თუმცა როგორც კი ჩვენ წამოჯერით ეს პრობლემა, მაშინ ისინი დადგენენ მაღალი ფასების ხარეს. აქედან ჩანს, რომ რას საკეთებენ ხოლმე ყველაფერი არის ფარისევლობა, სინამდვილეში მათ აქვთ განსხვავებული ინტერესები. მათ ინტერესებშია, რომ მოქალაქეებს პირიქით დაუმძიმდეთ სოციალური მდგომარეობა, რასაც ვერ მალავენ ხოლმე, ხშირად აკეთებენ მსგავს განცხადებებს. როგორც კი წამოჯერით საკითხი, მაშინვე ოპოზიციის უდიდესი უმრავლესობა დაახლოებით 80% პირდაპირ დადგა მაღალი ფასების მხარეს და ფასდამატის მხარეს.